ავსტრალიის ტრადიციის თანახმად ადგილობრივი წყლის სისტემაზე პასუხისმგებლები ქალები არიან. ამჟამად ქვეყანაში ბევრი მდინარე დაბინძურებულია ან დაშრობის პირასაა. მთავრობამ კი ძველი ტრადიცია გაიხსენა და გარემოს პრობლემებთან ბრძოლაში დახმარებისთვის ქალებს მიმართა. ავსტრალიის მდინარეების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ქალები კი ამ ცოდნასა და გამოცდილებას აგროვებდნენ. ამგვარად ჩვენ მიღებთ ახალ ცოდნას, რომელიც რამდენიმე ათასი წლისაა და რომელიც ჩვენს ისტორიასა და მოგონებებში ინახება. ადგილობრივი ქალები ამ ადგილზე იმიტომ შეიკრიბნენ, რომ მდინარეების შესახებ დაგროვებული ცოდნა ერთმანეთს გადასცენ. ადგილობრივი მცხოვრები ქეროლ რიჯვეი ბისეტი ეკოსისტემაში მცენარეების როლზე საუბრობს. ყველა მცენარეს ბუნებაში განსხვავებული როლი გააჩნია. ჩვენ გვაქვს სხვადასხვაგვარი მცენარე, რომელიც განსხვავებულ ადგილებში იზრდება. ჭაობიან ადგილს თავისი დამახასიათებელი მცენარეულობა გააჩნია, როგორიცაა წყალმცენარეები. ზოგიერთი ისტორია 20,000 წელს ითვლის, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ისინი წყლის სისტემის შესახებ ზუსტ მონაცემებს შეიცავენ. ექსპერტები თვლიან, რომ ეს ინფორმაცია მდინარეების აღდგენას დაეხმარება. ცოდნის შემგროვებელი ქალები მიიჩნევენ, რომ ისინი ავსტრალიის ყველა მდინარესთან ბუნებრივი ძალით არიან დაკავშირებულნი. თუ ეს სიმართლე შეესაბამება, შესაძლებელი გახდება დაშრობის პირას მყოფი მდინარე მურეი დარლინგის აღდგენაც. ავსტრალიის ხელისუფლებამ წყლის სისტემის პრობლემების მოსაგვარებლად $225 მილიონი უკვე გამოყო.